ვაშინგტონიდან გაგზავნილმა ერთგვერდიანმა მემორანდუმმა ირანი იმ დანაკარგის წინაშე დააკენა, რომელსაც თეირანი ყველაზე მეტად ეშინოდა. გამდიდრებული ურანის გადაცემა, ბირთვული პროგრესის შეჩერება და იმ კოზირზე უარის თქმა, რომელსაც რეჟიმი სპარსეთის ყურის დასაშინებლად იყენებდა. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 7 მაისს შეერთებული შტატები მხოლოდ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე ან დაბომბვების დროებით შეწყვეტაზე არ საუბრობს. მოთხოვნა ახლა ირანის ძალაუფლების ბირთვს ეხება. ტრამპი თანხმდება ზეწოლის ნაწილის შეჩერებას, 30 დღიანი მოლაპარაკების დაწყებას და ვაჭრობის ართგენას. მაგრამ ის მოითხოვს, რომ ირანმა შეწყვიტოს ბირთვული მასალის გადაადგილება, დათანხმდეს გამდიდრების მორატორიუმს და თუნდაც გაიტანოს გამდიდრებული ურანი საკუთარი ქვეყნიდან. თეირანისთვის ეს ტექნიკური დეტალი არ არის. ეს არის მთავარი პოლიტიკური იარაღის განადგურება, რომელიც რეჟიმს ინარჩუნებდა. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ინფორმირებული იყო, ინფორმირებული. თვალიადევნე რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, მილსონ ალვისის სანდოობის სტანდარტით. პროექტი თავისუფლების შეჩერებამ, რაც ირანის დროებით გამარჯვებად ჩანდა, საბოლოოდ უფრო დიდი მახე გამოავლინა. საუდის არაბეთმა უარი თქვა პრინც სულთანის ავიაბაზისა და საუდის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, რაც ამერიკულ ოპერაციას აფერხებდა, რომელიც გემების ესკორტირებასა და ჰორმუზის გახსნას ისახავდა მიზნად. ირანის რეჟიმმა სცადა ეს პაუზა ვაშინგტონის სისუსტედ წარმოეჩინა, მაგრამ კულისებში შეერთებულმა შტატებმა სამიზნე შეცვალა. ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ სპარსეთის ყურის ბაზებზე დაეყრდნობოდნენ, მათ პირდაპირ დაიწყეს ზეწოლა ირანის ბირთვულ პროგრამაზე. სწორედ ამ ეტაპზე კრიზისი თეირანის წინააღმდეგ შემოტრიალდა. ირანს სურდა საზღვაო მარშრუტის, სანქციებისა და ეკონომიკური შემსუბუქების განხილვა. ტრამპმა კი მაგიდაზე დააკენა სწორედ ის ერთადერთი საკითხი, რასაც რეჟიმი ვერ მიაღწია. არ დაეკარგა გამდიდრებული ურანის გამოყენების შესაძლებლობა, როგორც სიცოცხლის დაზღვევა. საუდის არაბეთის უარი მოჰყვა მას შემდეგ, რაც ტრამპმა სოციალურ ქსელებში პროექტი თავისუფლება გამოაცხადა. სრული კოორდინაციის გარეშე სპარსეთის ყურის მოკავშირეებთან საუდის არაბეთის შეშფოთება პირდაპირი იყო. თუ შეერთებული შტატები საუდის არაბეთის ტერიტორიას გამოიყენებდა ჰორმუზის ძალით გასახსნელად, საუდის არაბეთი შეიძლება ირანის რაკეტების, დრონებისა და დივერსიების სამიზნე გამხდარიყო. თეირანი ამას კარგად იცის და ყოველთვის იყენებდა ამ შიშს. რეჟიმს არ სჭირდება ამერიკის საზღვაო ძალების დამარცხება, რომ ზეწოლა მოახდინოს. საკმარისია დაარწმუნოს სპარსეთის ყურის ქვეყნების მთავრობები, რომ ვაშინგტონისთვის ღია მხარდაჭერა შეიძლება ძვირად დაუჯდეთ. მაგრამ ამ პაუზამ ტრამპი კრიზისიდან არ გამოიყვანა, პირიქით, თეთრი სახლი კიდევ უფრო რთულ გზაზე დააკენა. პროექტი თავისუფლებას ზღვას უმიზნებდა, მემორანდუმი კი რეჟიმის გულს უმიზნებს. საზღვაო ოპერაცია შეძლებდა სატვირთო გემების ესკორტირებას, ნავთობის ტანკერების დაცვას და ჰორმუზის ბლოკადის შემცირებას. ბირთვული მოთხოვნა კი შეიძლება გაანადგუროს შანტაჟი, რომელიც თეირანმა წლების განმავლობაში ააგო. გამდიდრებული ურანის გარეშე, გამდიდრების თავისუფლების გარეშე, უკონტროლო მიწისქვეშა ობიექტების გარეშე და აღჭურვილობის დამალვის შესაძლებლობის გარეშე, ირანი კარგავს იმ იარაღს, რომელსაც იყენებდა მსოფლიოსთვის სათქმელად, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო საშიში ზღვარის გადაკვეთა. Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა ამერიკული მოთხოვნების ყველაზე მკაცრი ვერსია. ამ წინადადებით ირანს მოუწევდა ბირთვული გამდიდრების 20 წლიანი აკრძალვის მიღება და მთელი გამდიდრებული ურანის გადაცემა. საჯაროდ გამოაცხადოს, რომ არ ესწრაფვის ბირთვული იარაღს, დაშალოს ფორდოუ, ნატანზი და ისფაჰანი, შეწყვიტოს მიწისქვეშა ბირთვული სამუშაოები, დათანხმდეს ინსპექციებს მოთხოვნისთანავე და მიიღოს სასჯელი შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში. აქსიოსის ვერსია უფრო მოკლეა, მაგრამ ასევე იმავე საკითხს ეხება. ამ ხაზის მიხედვით თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის მიღწევასთან ახლოსაა. ერთი გვერდის დოკუმენტი, რომელიც ომის დასრულებას და უფრო დეტალური მოლაპარაკებების ეტაპის დაწყებას ითვალისწინებს. და შეერთებული შტატები დათანხმდება სანქციების შემსუბუქებას, ირანის გაყინული მილიარდობით დოლარის გათავისუფლებას და ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტის აღდგენას. ეს საწყისი შეთანხმება 30 დღიან ფანჯარას გახსნის უფრო ფართო შეთანხმებისთვის. რისკი აშკარაა. თეირანი შეიძლება შეეცადოს ამ 30 დღის გამოყენებას, რომ ამოისუნთქოს, გადახალისოს თავისი მარშრუტები და მოითხოვოს ახალი გახანგრძლივებები. ამ ვერსიის ყველაზე აფეთქებადი დეტალია გამდიდრებული ურანის შესაძლო გატანა ირანიდან. რეჟიმმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ ამ მასალის გადაცემას არ დათანხმდება და სწორედ ამიტომ არის ეს მოთხოვნა ასეთი მძიმე. გამდიდრებული ურანი არა მხოლოდ ტექნიკური ნივთია, ის ირანის შესაძლებლობის ფიზიკური მტკიცებულებაა, რომლითაც შეუძლია მსოფლიო მუდმივად დაძაბულობაში ამყოფოს. New York Post-მა კიდევ ერთი დაბნეულობის ნიშანი გამოავლინა მოლაპარაკებებში. პაკისტანელმა შუამავლებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტის რამდენიმე ვერსიაა გავრცელებული.
ეს აჩვენებს, რომ შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული. უცნობია, მოდის თუ არა განსხვავებები შეერთებული შტატებიდან, ირანიდან თუ იმ შუამავლებისგან, რომლებიც გამოსავლის პოვნას ცდილობენ. პაკისტანი გამოჩნდება როგორც ხიდი, რადგან პირდაპირი მოლაპარაკებები კვლავ ჩიხშია. ტრამპსაც უთქვამს, რომ ჯერ ადრეა მომლაპარაკებლების გაგზავნა ისლამაბადში პირისპირ შეხვედრებისთვის. სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი გააგრძელებენ მუშაობას ტელეფონით და არაპირდაპირი არხებით. დისტანცია უნდობლობას აჩვენებს. ვაშინგტონი არ იცის, ექნება თუ არა ირანულ ფრაქციას, რომელიც ტექსტს მიიღებს, ძალა აიძულოს მეორე ფრაქცია დაემორჩილოს ამ შიდა დაყოფას. ეს ირანის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. მთავრობა შეიძლება მოლაპარაკებებზე საუბრობდეს, მაგრამ რევოლუციური გვარდია ომის მყარ ბირთვად მოქმედებს. ერთი ფრთა შეიძლება დათანხმდეს მემორანდუმს ეკონომიკის გადასარჩენად, მეორე კი შეიძლება უარყოს ურანის გატანა, რადგან ამას დამცირებად მიიჩნევს. ამასობაში რეჟიმის მოკავშირე ჯგუფები ირანის საზღვრებს გარეთ ზეწოლას აგრძელებენ. ამ გარემოში მოხდა თავდასხმები ერაყში, მათ შორის ამერიკელების ბაზაზე და ქურთულ ძალებზე. თეირანი სურდა ეჩვენებინა, რომ ამერიკის ინტერესების დაზიანება ჯერ კიდევ შეეძლო, მოლაპარაკებების ფაზაშიც კი. დონალდ ტრამპმა პირდაპირი მუქარით უპასუხა მისი განცხადების მიხედვით. ირანს უნდა გადაეცა ის, რაც უკვე შეთანხმებული იყო. ოპერაცია Epic Fury შეიძლება დასრულდეს და ჰორმუზის სრუტე კვლავ გაიხსნას ყველასთვის, მათ შორის თავად ირანისთვისაც. მაგრამ თუ თეირანი არ დათანხმდება, დაბომბვები განახლდება უფრო მაღალი დონით და უფრო დიდი ინტენსივობით ვიდრე ადრე. ეს გზავნილი განკუთვნილი იყო ირანის ხელმძღვანელობისთვის, სპარსეთის ყურის რეგიონისთვის და ჩინეთისთვის. ვაშინგტონი არაპირებს რეჟიმს მისცეს საშუალება მოლაპარაკება გამოიყენოს როგორც დროებითი პაუზა. იმ დროს, როცა ინარჩუნებს იმავე ბირთვულ და რეგიონულ მუქარას, ირანი ცდილობს წინააღმდეგობას, რადგან ჯერ კიდევ პოულობს ხვრელებს ბლოკადაში. ერთ-ერთი ნახსენები მარშრუტი გადის ირან-პაკისტანის საზღვარზე, რომელიც გამოიყენება მარაგებისა და ნავთობის კონტრაბანდისთვის. ეს გზა თეირანს ეხმარება დროის მოგებაში და ეკონომიკური გადარჩენის გახანგრძლივებაში, მაგრამ დიდ პრობლემას ვერ აგვარებს. რაც მას ადვილად არ შეუძლია, არის მთელი ეკონომიკის შენარჩუნება ბლოკადის, სანქციების, საზღვაო ზეწოლის, დაბომბვის მუქარისა და ბირთვული მასალის გადაცემის მოთხოვნის პირობებში. ირანის სისტემა ყველა მხრიდან წნეხისქვეშაა. ალ-ჯაზირამ აჩვენა ირანიდან რეპორტაჟები ინფლაციის, არასტაბილური ვალუტისა და ყოველდღიურად ძირითადი პროდუქტების გაძვირების შესახებ. კვერცხის, მანქანების, ოქროსა და დოლარის ფასები ხალხის ყოველდღიურ საზრუნავად იქცა. ვაჭრები ამბობენ, რომ მდგომარეობა უკვე ცუდი იყო ზავის დაწყებამდე და გაურკვევლობამ კიდევ უფრო გააუარესა. ზოგი ირანელი ამბობს, რომ თუნდაც ომი დასრულდეს, ეკონომიკას არდგენას 10-დან 15 წლამდე შეიძლება დასჭირდეს. ირანის პრეზიდენტმაც კი აღიარა ფასების ზრდა და მოითხოვა ზომების მიღება სპეკულაციისა და მარაგების დაგროვების წინააღმდეგ. სხვა საკითხი რეჟიმის შიდა სისუსტეს აჩვენებს. არსებული ინფორმაციით, ინტერნეტზე წდომა უკვე 68 დღეზე მეტია დაბლოკილია ან მკაცრად შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, ირანის ხელისუფლება ავრცელებს შეტყობინებებსა და ინფორმაციას იმ ქსელებში, რომლებზეც მოსახლეობის დიდი ნაწილს თავისუფალი წდომა არ აქვს. ეს რეჟიმის წინააღმდეგობრიობას აჩვენებს. გარეთ ისე ლაპარაკობს, თითქოს მტკიცე დგას, მაგრამ შიდა კომუნიკაციას აკონტროლებს, რადგან პროტესტების ეშინია. ტრამპმაც აღნიშნა, რომ ბევრი ირანელი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლას ისურვებდა, მაგრამ მათ შიდა შეიარაღებული ძალები ახშობენ. ეკონომიკური კრიზისი, ბლოკადასა და ახალი ომის შიშთან ერთად თეირანისთვის საშიშ გარემოს ქმნის. სხვა ქვეყნების მაგალითები კიდევ უფრო აძლიერებს იმ დანაკარგის მასშტაბს, რომლის თავიდან აცილებასაც თეირანი ცდილობს. ლიბიამ 2003 წელს მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამა ჩააბარა და მას შემდეგ აღარასოდეს ჰქონდა იგივე შეკავების ძალა დასავლეთის წინააღმდეგ. სადამ ჰუსეინის ერაყმა დაკარგა სამხედრო შესაძლებლობები და ექვემდებარა სანქციებს, აღმოჩნდა იზოლაციაში და საბოლოოდ დაუცველი გახდა, როდესაც მისი შეკავების ძალა აღარ იყო დამაჯერებელი. ჩრდილოეთ კორეამ საპირისპირო გზა აირჩია. შეინარჩუნა ბირთვული პროგრამა და ამ მუქარას დღემდე იყენებს რეჟიმის გადარჩენის ფარად. ირანი იცნობს ამ მაგალითებს, ამიტომაც ასე ძლიერ ეწინააღმდეგება გამდიდრებული ურანის გადაცემას, მოთხოვნისთანავე ინსპექციების დაშვებას და მიწისქვეშა სტრუქტურების დაშლას. მაგრამ თუ ირანი კვლავ გააგრძელებს უარის თქმას, ტრამპმა უკვე დატოვა მუქარა მზადყოფნაში. მე ვარ მილსონ ალვესი ნიუსი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლე მოგაწოდო და კარგად ინფორმირებული ტყავდე. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დაუტოვე ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კომუნიტეტის ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტად ჩაერთო. მილსონ ალვესი